რო ვიხილთ ცოტა და წავედით შავხევსურეთის ეროვნულ პარკში. აი მაგლა იყო ხანა. ხნაოდნენ და აი აქ კონდათ კალო და აქ ლეწავდნენ კალოს და წარმოიდგინეთ ეხა ის რომ ჩანს. ფერდობები, აი ესენი სული ხმნებოდა ადრე. არია მიავია. ადმინელებია კიდე. Ramagari, ხო მაგარია. გახარა როგორი აზარტი აკვირდები ახლა აი წვერში შეხედე. Qazbegis ვიდეო ვისაც გაქვთ ნახი, აი ქვინს ვიყავით, ნიკოლოზ ლევანი და მე. ეხლა ჩავალთ თბილისში, შევხვდებით სამივე შევიკრიბებით, დავილაპარაკეთ და ხვალ დილით ადრე გავაგზელებთ გზას შატილისკენ და იქიდან უკვე ფეხით თაში. გადავიდეთ საქარის ჩანთა ბარგი რას გვჭირდება. ჩავალთ იმედი არაფერი დაგჭა და მოკლედ წავედით უმაგრეს ადგილას. დავიწყოთ ჩალაგების კადრი. გავავსეთ საბარგული მოკლედ. დასასრულით ტექნიკით საჭმლით. ლევანი, რომელსაც იცნობთ უკვე ახლოდან, ნიკოლოზ გზად გავულით და ყველაფერი აქ არის, მე მგონი, აქვს ფოტოაპარატები. ობზანდა. ეს ახალი ბოთინგი დაიწყე? ეს შედარებით სულ სასიარულო ავიღებია გას. ვინ ჩაქრა? ყველა გავლიდილით. გალია? შეაგინაულება, მე ვერ მოვასწარი. დილას აუცილებლად დასალევია, უნდა ვიშოვოთ სამი. ლევანი ველოდება. დავიძარით, ყავა ვერ ავიღეთ, მაგრამ შატილში იციანო, კარგი ყავა. მოკინა. შატილში ხარ შავით, მაგარ უც და მაგარ ყავას. და ეხა წავალთ და ვნახოთ. მოდინები რა არის, აი ჩემი მოდინები მაგარი არის ის რომ მამას თავგადასავალი მექნება რა თქმა უნდა, მაგრამ ყველაზე ძალიან მინდა რომ ანუ ვისთვის მივდივართ იქ რომ ეს ნიამორები ვნახოთ. ნიამორები უნდა ვნახოთ, გადავიღოთ და ძალიან საინტერესო და უცხო გარემოში უნდა ამოყოთ თავი. შატილში მარტო ნიკოლოზია ნამყოფი, იცით ადრე ჩვენ პირველად ეს ნატალი ჩვენი მეგობარი. გამარჯობა. ჩვენ ოთხი მივდივართ და ნიკოს შერას აი ძინა ეხლა ყავა. კიდე კაი დაუნ. კიდე გამოგივაკ, აი მაგას ამ ნახოთ ხა ნიამურებს არ ვიცი, მაგრამ რაღაცას არ დავაწყე. რაღაცა იქნება საინტერესო საჩვენო. კიდე ერთი რაც მიხარია ჩვენ თავგება კიდე რაც არის ახალ მეგობრებს შევიდეთ და არ მაგარ ადამიანები გავუცნოთ. ეგ ყველაზე მთავარია მართალი. ნახოთ მოკლედ ამა როგორი იქნება ჩვენი ხევსურული ისტორია. დათუჯვარზე ვართ. პირველი გაჩერება. მაგრამ ქარია ძალიან და ხმას უეჭველი გააფუჭებს. მიკროფონს არ ამოვიგებ. ვერ ნახავ ვერაფერს.
დაახლოებით 3 საათი მოვიდით რა. ლევანმა იარა ელვის უსტრაფესად. იმხეცით. ეს ვიზიტორთა ცენტრი და რა ლამაზი სივრცე არის. ძალიან ლამაზი სივრცეა. კაი გარემო ხო რაღაცა. შენიერი ახლა ცოტა ხანი გავჩერდებით აქ. დავოდებით ჩვენ ისაც უნდა გავყვეთ და შემდეგ გადავლაგდებით. გადავინაწილებთ. ერთს ან მოაგნო რა უნდა აქაურობის მოგონება. რაღაც შეიცვალა და ცხენებით ვეღარ მივდივართ და ხელით უნდა ვატაროთ ყველაფერი. ეხლა იქ ვართ ანატორთან ვართ, ანატორის აპარატურთან და პატარა ბიჭი რომელიც გადარჩა ერთი ბიჭი გადარჩა და არ დამიყეფოთ, ძმაო, რატომ იყეფოთ? რო კითხეს ამ ბიჭს, საიდან ხარო? იმან უთხრა, რომ ჩემს სოფელში მზე ორჯერ ამოდისო და აი ეს ადგილია. პირველი ამოსვლა აფარება ხოლმე, მეორე ამოსვლა აქ. არ მიკვინო რა, არ მიკვინო. ბარგდებით და თან ვერ ვბარგდებით. წავედი. ჩაია მისტრება. ეს შოლო. და აქაც მარწყვი. შეხედეთ. აქ სუკულენტები რამდენიერი აინახეთ. ესეც ამას ეძახიან დათვის ყურას. მაგარი გარემო. კარგი დაყოლებები და ესე იგი აქ ეხლა მოგვიყვა რომ აი მაღლა იყო ყანა ხნავდნენ და აი აქ კონდათ კალო და აქ ლეწავდნენ კალოს და წარმოიდგინეთ ეხა ის იმას იძახდა რომ ამში ორწავს აი იქით რომ ჩანს ფერდობები აი ესენი სული ხნებოდა ადრეო მოიდგინეთ როგორ რთულ გარემოში უწევდათ მაშინ ცხოვრება რაც უფრო რთულია გარემო, მით უფრო ძლიერია ადამიანი. მაშინდელი ადამიანი იყო ძალიან ძლიერი. ეხლა რაც მე მოგიყევით ამის გაკეთება უბრალოდ წარმოუდგენელია. შეუძლებელია დღევანდელმა ადამიანმა იქ ყანა მოიყვანოს. მე იქიდან ჩამოიტანოს და დაბლა მოაწყოს. ის ადგილები მოხნას და დაამუშავოს. რაც გაჩვენეთ, უბრალოდ შეუძლებელია. შეუძლებელი შესაძლებლობების ხალხი იყო ადრე. შეხედეთ, აქ არის წიწუნარი. კი არა და შერეული ტყია, ფოთლოვანიც არის და წიწოვანიც. ეხლა წიწოვანში. ამას ეტყვით ცოტა მერე, აი კომფორტულ ადგილას რომ მოვთავსდე. შვიდათ მოგიყვებით, როგორ ხდება ზონებად ჩამოყალიბება მცენარეული საფარი. ძალიან საინტერესოა ესეც, რატომ არის ზოგან მხოლოდ ფოთლოვანი, ზოგან შერეული, ზოგან კიდევ მხოლოდ წიწოვანი. აღარ არის ეს რუსული და ენჯერების გადასაადგილებელი გზაზე გადავარდნილ. ამიტომ რთულია ძალიან. მაგრამ სანახაობა იცოდა მეზლიო და კარია მიავია ადგილები კიდე შესაძლოა გიწევს ცოტა ხანი და ზაკიდეულა გავიაროთ რომ გავბანარი გზიარი დათები არა ზაინა ხარ საათი ახლა
გაცვლის ადგილი არის. ეს პირველი ფერდობი, მეორე, მესამე და აი ჩემი თითის უკან რომ ფერდობია. აი ეს. ამის მიღმა შატილი. აი იქიდან შემოვედით. აი ამის ძირშია შატილი და იმისგან შემოვედით აქედან და მოვიდით აქ. და დარჩა ეზღა. ეხლა ამ ნაშალს უნდა შემოვუაროთ. ეს თუ ავიარეთ, გასულები. სამშვიდობოს. მას ვამბობდი რომ აი ეხლა კამერაში ხო არ აღიქმება საერთოდ ნახევარიც არ აღიქმება იმის რაც სინამდვილეშია, მაგრამ ყოველ დღე ამის ყურება, ყოველ დღეს რომ უყუროს, აი არ მოგბეზრდება ამ ხელა მასივების, ამ ხელა სივრცეების ყურება. იმდენად შთამბეჭდავია და იმდენად ყვებავს ცნობიერებას, რომ შეუძლებელია აქ გაზრდილი ადამიანი რაღაც აბსურდულ სამყაროში ცხოვრობს. ეს არის ბუნება, ბუნებრივი გარემო. აქ ყოფნა გაცილებით ჯანსაღია ვიდრე რაღაც დიდ ქალაქებში. ამიტომ ხშირად უნდა დაუწყოთ ხოლმე დრო და წამოხვიდეთ აი ეს არის ცნობიერების ყვება. საჭმელზეა მიწებებული. რა кайკიტია უყურეთ რა. სინოს ეთყობა ბევრი ჭამა და ჩაეძინა მსუნაკს. ვათვალიერებთ ახლა ჩვენ რომ აქ იქნებ ნიამორები შევნიშნოთ. მაგრამ მთელი ეს დრო რაც მოვდივართ აი იქიდან ამოვედით. არაფერი არ შეხვდა, საერთოდ არაფერი. მაგრამ ეს არის ბუნება რა, ზოოპარკი არ არის საქაურობა და ხშირ შემთხვევაში შეიძლება ვერ ნახო ის რის ნახვაც გინდა. ამიტომ ყველაფერი გამართლებასია ბუნებაში. სამაგეროდ სცენარეული საფარი გვაქვს ულამაზეს. გენი არ არის. დავინახეთ. ხოლო და არა, ნიამორები არ არიან. სამარაუდოდ ისინია რა. ხელადერეთი რა უყურდა. ნიამორი დაბლა. არა, აქედან ვერ ვაფიქსირე. ჭიხვია სავარაუდოდ, შუნია სავარაუდოდ. ახავთ აი დაბლა უნდა შუნია. მართლა? ო, სახე აი ფანდები. სახლი ნომერ 800 ნიამორი გიყავს. ნიამორი ოღონდა. ნიამორები არა, ის არის ხედი. ნუ დედლები, დედალი ნიამორი და. დედალი ნიამორი. ძალიან შორს არიან მიხაურ ადაღებითაც. აბა მაინც გადაუღე ერთი და რანაირი მე მიდია და აი ლეონის კამერამ შევწევ. ვერა? გადავიღე. აბა მოდი. რანაირი ისა. აი რა, შეხედეთ. აი, ვიდეო. არა, ფოტო. აგერ ერთ. აი, აუსადა. აგერა, კიდე შეხედე. ვა. ესეთი კიდე იყო სადაც. აგერ შეხედე. 1 2 3. ხარია თუ შუნი? ისა შუნია მგონი არ. ხარიც იყო მგონი კი. მეც ახლა მე გადა. ამაგარია ხო მაგარიან. გახარა როგორი აზარტი აკვირდები ახლა იქ წვერში შეხედეთ. ადრე რა ვნახე ამდენი მოსულიყო და თიკანი იყო კოვდის ნაპრალში შემხტარი და ანცობს რაღაცებს ეხლა რა უკვე ბინოკლით ხედავ გამოსახულებას ყველა წარმოიდგინე ახლა თავის ცხოვრობენ და თავისუფლად რაღაც და რა მაგარია იმედ ყველაფერს თვითონავად არაფერს ჩარევა და არაფერს ჩართულება არ სჭირდება საერთოდ მოდი ხარ და უბრალოდ იყურებდეთ ყდები ამ ყველაფერს. ის ხალხი რატოა მელექსე? აქაც ცხოვრობდი მაშინთან აქესები. იქნებოდი მელექსე, რა უნდა გეკეთებინა? მელექსე კა ფილოსოფოსი იქნებოდი. ვაჟესაუს, მაგიტო იყო ფილოსოფოსი. იკუსა. და ის რო ამბობს, ვისაც მტერობა მას წყურდეს გააღოს სახლის კარია. სისხლი ჩაიგებოს კერაში თვითონაც სისხლში მდგარია. პრობა არ უნდა გაიგო ბილში ადამიანმა. ყველაფერი კარგად არის საკარებში და შენი ტორები ვიღაცას.
ასე იყო ცხოვრებით ადრე. მოიცი, თქვენთანაც შეიძლება ეგრევე. კი, კაცობე. ეგ რა პერიოდი? მე ყავდა 500 სული, იმას ყავდა 400, იმას 300, იმას. თუ გააწყდა აღარც საქონელი, აღარც ხვარია. აი, ჭიუხების გამოჩნდა. ოღონდ შატილის ხევისო. ახ, რა მაგარია რა. აქ ჩვენ უნდა გქონდეს რაღაცა ჯილდო. ჯილდო. მართლა გაწესებული. არ მანდიხარ ეხლა მოთხოვო იმათ. მანდ გავჩერდეთ, მანდა. ეს კაია. ნიამორი ჯერ ვერ ნახეთ, მაგრამ შუნები ვნახეთ და ხარები ვნახეთ. მაგრამ მაინც კარგი დღე რა, თავგადასავალი იყო მაინც რა. და მაგარია ზოუ დღეს. ძალიან მაინც აი განსხვავდებაო ყაზბეგი და ხევსურეთია. ხევსურეთი არის ნამდვილი მხარე. ყაზბეგი რატო არა? ყაზბეგი საშუალო. ყაზბეგი არის ზოოპარკი. ხელოვნური თები მოგ. ყაზბეგი საშუალო მხარე. ამ თავს ვახსენებენ თუ შეცდა ხევსურეთი მახსენდება. და სვანეთისაც წავიდა. სვანეთში ამთები თუ. სვანეთში ამთები თუ ასე. მთელი დღის მანძილზე რაც მოვდივართ. სულ დინამიკაში მიწევს ჩაწერა, მაგრამ მან ცოტა რთული გზა იყო და დიდი ხანი მოვდიოდი. თან ცოტა დავაგვიანეთ კიდე სამს. იმიტომ შევფრთხეთ გზაში და დავიწყეთ კარვის გაშლა. თუ რამე არ შეგერჭო, ეგ არის ხო? ეს არის აპრობირებული მეთოდი. უნდა წამოწვე. გადმოწექი ჩემი ძმა. აქეთა სიქითაც ყველგან. ხო, უნდა წამოწვე, კარგად შეამოწმო, რამე ხო არ გერჭობა და თუ არაფერი გერჭობა და დაღმართი თუ არ არის, იქ უნდა გაშალო. აი აქ რა, წყალის აი, ეგ არის მასტერ კლასი ნიკოლოზ ჩქარეულისგან. კარვის გაშლის მასტერ კლასი. იდეაში იმას წერიდი წამოიღებეთ მაგრამ რა გინდა პატარა კარავი მომქონდა ორ კაციანი. დავჭი კარვის გარეშე. დავიძინოთ ისე აუჭს. ფიჭვი არის აქ. მეორეში არის წავიუწოდე. ჩემი ისა ნახმარი კარავია ვის მაგარი. ამიტომ და შეამოწმოთ ყველაფერი გასulis წინ. როგორც ლევან მაქნა და როგორც ლევანმა დატოვა კარავში. ეში ზალას გავშალე კარავი, კაკის გულისთვის რომ რამე ხო არ აკლია მეთქი. სახში ოთახში გაშალა კარავი შეამოწმა ყველაფერი და ყველაფერი მანქანაში დატოვა მანქანაში. ორი კარავი წამოვიღეთ და ერთის ისინი არ გიქცაა აქია. საბჭოებმა მაკლია ხოლმე რა. მაგრამ აი ყველაზე ძალიან მაინც სახში გამომცხვარი ადრე უნდა იპათხარი. ბავშვობას რო გახსენებს. ძალიან ბევრი ხალხი გიყურებს, ძალიან რა. ჩვენ მე და ნიკოლოზი ვიყავით ხდის ხეობაში, ყაზბეგში და მაშინ დარიალში. და რა ვიცი, 15-20 ვიდეო დავდე ალბათ და 1.5 მილიონი ადამიანი შემოვიდა და ნახა დაახლოებით ჩვენი ვიდეოები და ხალხი გაოცებას ვერ მალავს რა, იმდენად აინტერესებს და ვიყურებენ და და საინტერესოა. შენ კიდევ შენ რო ვარსკვლავი ხარ, ეგეთ ჯერ არ მასწრებია. ვარსკვლავი ხა გამოჩნდა ჯერ არ მასწრებია. რო დაგამდია. ეგეთი ვარსკვლავობა ჯერ არ მასწრებია საქართველოს. უნდას. ამიტომ მაგ თოვლიანები როა. აი სამოსულა და ეგ დამიძინე. გეუნები. ამ ხელა მანძილი და თან ესეთი რთული გარემო. არაფერი არ იქნება, ეგრე ბუზინავს ხოლმე. ყველათ ესე კეთდება რეინჯერების ყავა რა. კი, მაგათები. კი, ჯავახეთში, კი. ჯავახეთში რა ფაში უნდა. ფაში ჯავახეთი 2000 მეტრზე არის. აა, შანსი არა. სასწაულია ხო? ეს არის ყავაგოლიკი. კოცონიც კი გვექნება, უბრალოდ ნახეთ რა გარემოა რა. ეხლა უყურეთ რას აკეთებს. წილის ყრა კარავში ვინ დარჩება. მაგრამ ჯოხებს დაარქვა სახელები, ლევანი დაჩი და გოგახსოვთ? ხო. ეს ვარ გაწიეთა ვიქით, ეს ვარ მე, ხო. ეს ხარ შენ, ხო. ეს არის ლევანი. და რა უნდა მოხდეს? ჰა? რობერტს თამოიღებს ისევე კარავში, ერთი უნდა მოიღო. წილის ყრა, შეუდარებელი წილის ყრა, შეშურდება დაჟე UEFA-ს. ლევანი თორე ლევანი ისედაც ჯერ ერთი უბრალოდ კაცია. მე მეორე რომ დირექტორი კაცია.
ლევონი. კაი ნახდა საგზური. საღმურ კარამში. ჩაწყობა რა. ჩაწყობა. პრეზიდენტია და წეგან ვახსენი ნაძვნარი. ესე იგი აქ შერეული კორომები არის წიწოვანიც და არის ფოთლოვანიც. ჩვენთან ლაგოდეხში არის მხოლოდ ფოთლოვანი. რაც უფრო დასავლეთით მივდივართ, წიწოვანი უფრო ხშირდება. რაჭაში, სვანეთში ძალიან ბევრი წიწოვანი ტყე არის. ძალიან დიდი კორომებია. რაჭაში მაგალითად კავკასიური სოჭის უდიდესი კორომები არის და ძალიან ლამაზი სანახავი არის იქავრება. რატომ ხდება ახლა ეს? ჩვენთან ლაგოდეხში არის ზომიერი კლიმატი. ესე იგი, ზომიერად არის ზაფხული, ზომიერად არის ზამთარი, შემოდგომა და გაზაფხული. 4-ვე სეზონი იგრძნობა. რაც უფრო თები მაღალია, მით უფრო ნაკლები არის თბილი პერიოდი. წიწოვან ხეებს აქვს უნარი, რომ იცოცხლონ კარგად ცივ პირობებში. ეხლა აქ მაგალითად შავხევსურეთის ეროვნულ პარკში, რადგან დიდი მთებია, ზამთარი უფრო ხანგრძლივი არის ვიდრე ლაგოდეხში. კავკასიონის მთათა სისტემა დასავლეთ საქართველოში უფრო მაღალია ვიდრე აღმოსავლეთ საქართველოში. შესაბამისად, ზამთარიც უფრო მკაცრია დასავლეთში, დასავლეთის კავკასიონზე ვიდრე აღმოსავლეთის კავკასიონზე. მაგალითად, ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე ყველაზე მაღალი წერტილი არის 3500 მეტრი. უკვე მყინვარი არის, მყინვარწვერი არის აგერ ყაზბეგში და რაც უფრო იქით მიდიხარ, რამდენი მწვერვალი არის ჯერ მარტო სვანეთში, ხო? ამიტომ იქ კაცრი ზამთარი არის და სწორედ ამიტომ ხარობს იქ წიწოვანი ხეები და არა ფოთლოვანი ხეები. ფოთლოვან ხეს მხოლოდ აქვს უნარი იცხოვროს ზომიერ კლიმატში. ჩვენთან ამიტომ არ გვხდება წიწვნარები, სულ ერთეული ინდივიდები გვხდება, ის არ ვიცი საიდან მოხდა იმ ადგილებში, ეს არის ურთხელის ძალიან მცირე კორომები, 2-გან თუ 3-გან და ზუსტად არ მახსოვს, არ მინდა შემიშალოს. მეტი წიწოვანი ჩვენთან არ არის ბუნებრივად, არის ხელოვნურად დარგული, მაგალითად კედარები, ეს არის ჰიმალაური კედარი და ერთი ნიმუში გვაქვს ლიბანური კედარის, ლოკოსევიჩის დარგული. ამიტომ ჩვენთან ხვდებით ფოთლოვანს და რაც უფრო დასავლეთით მივდივართ, მით უფრო მეტია წიწოვანი ტყე. ჭირდა და დაი. მოდი, აბა დღევანდელი დღე ცოტა 1-2 სიტყვით რომ სადიძინებ ეგ მეთქი. ხო, გარეთ. რეინჯერები გარეთ ვიძინებ. არა, ვერ გავშალეთ. როგორი საინტერესო კი ეხა ნიამურიო არ გადმოდის აი ჩვენს ნიამორი. ყაზბეგში. თუ შეჭიც რა თან ახლო არის. ჩვენც კიდე ვიტყოდი რომ შორია მეთქი, მაგრამ აქ ახლოა. რა არის? ნიამორი. ვაი, რაღაც ხოლმე. ხარა და უფრო ის არის რა. კლდეზე ხო. კლდეზე დაი. ჩვენთანაც არ არის, თუ კლდეები გვაქვს, მაგრამ ერთი ინდივიდი გადმოდის ხოლმე, ერთი რქა აქ ოღონდ, ერთი დამოტეხილი აქვს. გადმოდის დაღესტანიდან. ცოტა ხანი რაღაც დაგვიფიქსირდება რამდენიმე ფოტოხაფანგში და უკან ბრუნდება მე. მე კაი ხანი ქრება. დანარჩენი ჩვენთან ნეგ არ ყავს, იმიტომ მინდოდა აქ წამოსვლა რომ მენახა. თუ ნანახი არ მყავს ცოცხლად. ნიამორი არ მინახავს. რაოდენობა იცით რამდენია? მიახლოებით. ალბათ 100 მეტი 200. კაი რაოდენობაა. მაგრამ როგორ არის აი ახლა აკო აი ეს ვერავოთაბია. აი რო გადის გამოდის ეს იქით გადადის ეს გადმოდის და ისე რომ რაღაცნაირად აი ვერ დაადგენ ზუსტად რა რომ ასე თქვა რომ ახლა როგორც ჯიხსი არის ჩვენთან, რომ ჯიხს რო ითვლიან. კი არა და ირემს უბრალოდ ჯიხს ითვლიან. მაგაზეც ალბათ ჯერჯერობით ჯიხსი არ აქვს რაღაც მეთოდი რომ დაითხოვოს. ირემს ითვლიან, ყირალობით ვითვლით ირემს. საიდანაც ყირალობის დროს ბღავის იქ ერთი ინდივიდია და მეტნაკლებად ვიცით რამდენი არის ერთი ხარის რამდენი ფური არის 6-დან 8-მდე შეიძლება იყოს. ისე და კიდევ ითვლება ექსპერიმენტებით, ანუ ბილიკზე მიყვებიან და ექსპერიმენტების მიხედვით ითვლიან ინდივიდებს. ჯიხსე ვერა ჯერ ეს მამრები ნიამორი 30 სული შეიძლება ცოტა მეტიც. ახლა უკვე კაი ხანი აღარ მინახია, სავარაუდოდ ეგენი გადავიდა იქით ხარეს ჩეჩნეთისკენ. ეს რაც ცოტა დათვა. ხო რა, ეს გაზაფხულის მერე ზაფხული რაც. თქვენ რაც გვაქვს ნანახი თქვენ ფოტოებში და ვიდეოებში საკმაოდ გულმოთ იყო. კი, ეგენი 50 ხარა იყო. თან იზამთრებს არ გადადის რა. არა, გადმოდის როგორ არა იზამთრებს. გაღმა გამოღმა ახლა ყველგან არის აი რუსები მაგათი აკეთ ამხარე, ეკით ამხარე. აკეთ ორივე მთაზე ეკით აკეთ. ჩრდილის კი აქ მზისპირი მხარე არის აკეთ. მაგეთ მზე დიდხანს ჩერდება და
ზამთარში მეტწილად სუაკეთ ათაზე არის, აქ მოძრაობს, ხო? მაგ მიგრირებების დაკვირვება ძალიან საინტერესოა. ხო. საიდიოს სადიწყებს და საღამოს სადამთავრებს. როდის არის გადასაღება? ნიამორზე გადასაღება? კი. აი დავაგვიანებთ. შეჯვარების დრო. ჩვენ ახლა დავაგვიანეთ, მაგი ვიცით. ეს რა პერიოდი არის? ბალახობა ხო ეს ახალ ბალახს რომ მოსდევს დაბლა. მაშინ არის ჯიხვიც და ნიამორიც ძალიან ადვილად. შეწყვილების პერიოდი როდის აქვს? როცა ჯიხვაში დეკემბერში. შეწყვილება? ხო, შეწყვილება. შეწყვილება ჯიხვისა ხო იწყება 20 ნოემბერს. კი, ნიამორის აიწყება სადღაც დეკემბრის ხო, აი დეკემბრის 10 კილომეტრებიდან. ნიამური იყო ოდიდანვე თუ ბოლო წლებში გადმოვიდა. აკა თავიდან სულ იყო. ძალიან საინტერესოა რა, ეხა რა განაპირობებს იმას, რომ ლაგოდეხში საერთოდ არ არის, ყაზბეგში საერთოდ არ არის, აქ არის. და ირემი გადმოვიდა ყაზბეგში. ეხლა მოდი ნიკოლოზმა კაი რაღაც ახსენა. საინტერესო. თქვენი თვალით დანახული რეინჯერის საქმიანობა. აი ორივე საზრით ძალიან საინტერესო იქნება. რეინჯერი ვერ იქნები თუ ფიქრობ ბუნება არ გიყვარს და ეს ის სამსახური არის რომელშიც შეიძლება შემთხვევით მოხდე, ხო? ერთი ეგ არის, მეორე ის არის რომ რეინჯერობა საკმაოდ გამბედაობა ჭირდება და გამძლეობა და ესე რომ ვთქვათ, საკმაოდ დიდი სულისკვეთება რა, მარტო ის არ არის რომ რაღაცა ჯანზე იყო, უნდა გქონდეს ხალისი და ინტერესი რომ იმუშაო ბუნების დაცვაზე და წეგან როგორც ვახსენებ საუბრობთ ახლა რომ ანუ ბევრს შეეცვალა განწყობები, ბევრს შეეცვალა ნადირობის მიმართ მიდგომა და ასე შემდეგ. რა ვიცი, ვფიქრობ რომ რეინჯერებთან ერთად ის მონადირეებიც ისინი, ანუ როცა იციან რომ ადამიანები არიან, ვინც იცავს ჩვენს ბუნებას, ბევრად უფრო თავშეკავებულები ხდებიან სხვა ადამიანები და ბევრად უფრო ორგანიზებული ხდება რეინჯერების ჩართულობით ჩვენი დაცული ტერიტორიები და ბუნება ზოგადად, ხო? დაცული ტერიტორიების წყალობით რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ ახლა ნახევარი საათია დაცულმა ტერიტორიებმა ითამაშა ძალიან დიდი როლი იმაში, რომ ჩვენი ბიომრავალფეროვნება ხო და აი ბოდიში აი ჩაგეჭრები, ვისაც გადამოწმება უნდა იმ სიტყვების, სადაც ახლა შენ ამბობ, წავიდეს და ნახოს ტერიტორიები, რომელიც არის დაცული ტერიტორიების ფარგლებს გარეთ, თუნდაც ჭალისწყალი. მე 14 წელია ველურ ბუნებას ვიღებ და ბევრ ვიდეოში მაქვს ნათქვამი, რომ არ წარმომედგინა, როდესმე თუკი ჩვენ ესე ფეხით მიმავალს, ან მანქანით მიმავალს, შევხვდებოდა ჯიხვი შეგვეძლო მანქანიდან გადუგეღო, აგერ ნიკოლოსთან ერთად ყაზბეგში ვიღებთ ხოლმე შիրაც. ნო ეწოდებოდნენ, იმიტომ რომ დაუძახებს და ყველაფერი მოდის და ესეთი გარემო ვერ იქნებოდა ვერანაირად რომ არ ყოფილიყო დაცული ტერიტორიები და მასთან ერთად მომუშავე ის ადამიანები, ვინც რა თქმა უნდა თავდაუზოგავად და თავდადებით მუშაობენ, ესე რომ ვთქვათ, დიდი საფრთხეს წარმოადგენს რეინჯერისთვის ბრაკონიერი, ხო? ვიდრე ამაზე დღეს არაერთხელ გავამახვილეთ ყურადღებას საუბრისას და ძალიან დიდ საფრთხეს წარმოადგენენ ის ადამიანები, როცა შეიძლება გადაიყარონ რეინჯერს და არის ძალიან ცუდი შემთხვევები მომხდარა ბორჯომშიც ვიცით და ასე შემდეგ. რეინჯერს ჩვენ უყურებთ როგორც ერთ-ერთ მცველს ჩვენი ქვეყნისას, ხო? პირდაპირ ესე არის, იმიტომ რომ ძირითადად საზღვრებზე უწევთ მუშაობა რეინჯერებს, ძირითად ტერიტორიები, მგონი მაინც დაცული ტერიტორიების მაინც საზღვრებზე. დიდი ნაწილი საზღვრებზე არის და არ არის მხოლოდ ბუნების დამცველი, არის ჩვენი ქვეყნის საზღვრის დამცველიც და ბუნების დაცვის ნაწილში ძალიან დიდი როლი მიუძღვით. რაც მეტი დაცული ტერიტორია იქნება ქვეყანაზე, ტერიტორია იქნება, მით მეტი საინტერესო გახდება ჩვენი ქვეყანა ყველასთვის. ჯიბრები და თავს კი აღვა მე. არა, ნუ რეალურად ყველა სამსახურის თავისი პასუხისმგებლობა აქვს, მაგრამ აი ამდაგვარი მიმართულებით უბრალოდ რა არის, ძალიან მარტივად ვიყურებ, ხო იცი რომ თაშია ჯიხვებს იღებს. ბუნებაში ხარ რა გიჭირს. მაგარია. ბუნებაში და ჰაერზე ხარ და ეტამეც იყო და ამის უკან ამ ყველაფრის უკან დგას უდიდესი ძალისხმევა. მე რაც დღეს ვნახე, ნამხელაში რომაც მიდის, შენ ვიდეოებსაც დიდი ხანია ვუყურებ და უნდა იყოს რეინჯერისგან ის მიმართვებიც, მოწოდებაც, საგანმანათლებლო რაღაცაც. უნდა შეეძლოს რეინჯერს ის, რომ ადამიანებს
მიახვედროს, რატომ არ უნდა დავაბინძუროთ ბუნება, რატომ არ უნდა დავხოცოთ მაგალითად კონკრეტული სახეობა. დასაფასებელია თქვენი შრომა. ერთი შეხედვით პირველად შევხედე მართლა ესე სრულად რა ხდება და როგორ ხდება და ესე მარტივად მართლა არ არის, რომ კაია სუფთა ჰაერი და მოდი ნეტა შენ ადგილას ვიყო. კაი რომ მაგით უნდა მოუფრთხილდეთ. რა თქმა უნდა. დიდი შრომა, ესეც ყველა და რეინჯერის ერთ-ერთი პასუხისმგებლობაა ჩემი აზრით, ეგ რომ საზოგადოებას მიაწოდოს ეგ ინფორმაცია და ძალიან კარგ საქმეს აკეთებთ მართლა, ვინც მასე უდგებით რა. მარტო სუფთა ჰაერი არ არის. კოღო ჭამს. აი ყველაფერი წერებთ კიპები, ოფლი, ანუ საშინელი შეიძლება იყოს ეს ყველაფერი ვიღაცისთვის, მაგრამ რეინჯერისთვის ყოველდღიურობაა და ამაზე ყველაფერზე კიპა არის ყველაზე ცუდი არსება, რაც შეიძლება ადამიანს შეხვდეს. ჩვენ ხშირად ვიცლით ხოლმე ანუ იქიდან რომ კანიდან რომ ჩვენი ყოველდღიურობაა. ხო და ამ ყველაფერზე გაცნობიერებული გვაქვს ეს ყველაფერი, რომ ამის უკან დგას ესეთი ძალისხმევა და უბრალოდ სუფთა ჰაერიც გვაქვს კი ბატონო, მაგრამ იმ დროს როცა რეინჯერი ველზია, საერთოდ ვერ ფიქრობს, დამერწმუნეთ, საერთოდ ვერ ფიქრობს, რომ სუფთა ჰაერზე ვარ და რა მაგარია. ჩვენ უბრალოდ შეიძლება წყარო დავინახოთ, 20 კილომეტრი ვიაროთ და წყაროს წავაწყდეთ და სიხარულით აღარ ვიყოთ, რომ წყალი აღარ გქონდეს და მივიდეთ ამ წყაროზე და დავაშროთ იმდენი დავლით. აი ეს გვიხარია მართლა, იმიტომ რომ ესეთი გარემო გვაქვს, ესეთი სინამდვილე გვაქვს და ჩვენი აი ყველას ეხა აქ რა 4 რეინჯერი ვართ. ეხა თქვენც უკვე იცით რეინჯერი რა ძალისხმევასაც ცდილობს ყველაფერში. ჩვენი მიზანი არის ის, რომ ყველამ კარგად იცოდეს და გააცნობიეროს, მათ შორის ჩვენც, რომ უდიდეს საქმეს აკეთებს თითოეული რეინჯერი. იმ ყველაფრის იმ დიდი რისკების მიუხედავად, რადგან იცის, რომ ყოველი ველზე გასვლა არის რაღაც რისკებთან დაკავშირებული, მაგრამ მაინც გადის. ეს არის ძალიან დიდი შრომა, რასაც ძალიან დასაფასებელი. ეს გვინდა ჩვენ რომ ყველა ვიცოდეს. მეტი არ. მე მექნება ერთი თხოვნა მაშინ, რომ რეინჯერი თუ ამ ხალხს საქმესდებს დავაფასოთ და მივაქციოთ ჩვენს შეძლების დაგვარად, ვინც ვერ ყვევით, ვინც არ ვიცით, ყურადღება და მოусმინოთ ცოდნე ხალხს. 31 ივლისი არის რეინჯერთა საერთაშორისო დღე და მე მიულოცავ იმ ლამაზი ადგილი და ყველა რეინჯერს გამძლეობას ვუსურვებ. ილოცავთ ყველა რეინჯერს. მაგარი ბიჭები ხართ, მაგარი გოგოები ხართ. გოგოებიც უნდა ვახსენოთ, ძალიან მაგარი გოგოები ყავს რეინჯერები, აი არ არის ეხლა. ყავთ გოგო რეინჯერი? კი, ძალიან მაგრები. რეინჯერული სტილი არის. ეს ის ხო ეს არის რაღაც კი არ ბლატაობ, სულ ესე გძინავს. თორე საბლატაო რა არის, ხო? ხა წარმარა კარავი გაშალი არ გამოდის. ოპერატიული სამსახურია. ეხლა უყურეთ აქ რა ხდება. როცა ატმოსფეროში მაღალი ტენია და ღიასის ქვეშ გიწევთ დარჩენა. ხო? ხელსაწყოებლები რომ დაგიშოვეთ და დილას რომ შრალი ჩაიცოთ. საძილე ტომრის ჩანთაში ვახვევთ. აგერ ჩავყრით და დავდებთ. არაფერი აღარ მოუვა ამას რა. ერთი ცალი და მე მეორესაც მიაყოლებთ, თორე ერთი რო გარეთ და ტოთ ის ერთ დაგისველდებათ. გაგიკვირდებათ და. გათინდა მოსულში. ადგომის დრო ადგომის საქმეს უნდა შეუდგეთ. აუ დიდი სალამაზია ეს იუხი. გავედით აბა ის დაკვირვებაში აქ ხონია, მაგრამ შეიმალა. დავიღავ ხედავთ. ეხლაც ვერაფერი, თან ზემოგვადგა აქედან და იქით მხარეს უკვე შეუძლებელია ხედვა. მზიდან ჩრდილში ვერაფერს დაინახავს საერთოდ. ხა გამოვიდით ცოტა ხანში. ვარგდებით, დავუშვებით ქვევით და იქ დავიწყებთ დაკვირვებას. იქნებ გადავიღოთ, იქ მაინც ვნახოთ. გადაღებით თუ არა, დანახვით მაინც რა ვნახოთ, ეგეც დიდი პლუსია. ეს ჩავარგების პროცესი. ახალგაზრდა რეინჯერი გაიჭირა თუ არა ტელეფონმა დავდექით და კარგინოების გადამოსვლა დავიწყეთ. სიახლეების ნოტიფიკაციების და
რა შეიძლება სინდო გრაუქეა წავედი ის იყო ჯერ საგვაშიდებდა სწორი და ეგეთ მოგამინა აბა რა მაგარი ლაშქრობა გამოგვივიდა ძალიან კარგი ლაშქრობა გამოგვივიდა ძალიან კარგად გიგო მიამორების პერიოდი ეს ყველაზე ცუდი პერიოდია მაგაც სანახავად ეს არის ყველაზე კარგი რომ მათ სანახავად არის ცოტა სიცივე დაიწყო ესეც ველური ჟოლო რა მაგარია აქამდე არ გამისმჯობს არასდროს და მოდი ვნახავი ხა ბიჭო რა გემრიელი აუ ხო რა პირველად სინჯო ასინჯო ჟოლო აა ასინჯო რა გემრიელია ჩაგები ამის შაი წარმოიდგინე ხა ჩაგემრიელი ხა მაგ ნახეთ ჯოლოს ნახეთ მაყვალი ხო ნახეთ და ნახეთ აქ არის დღეობა. რამდენიმე დღეა და ლუდი იხარშება. აქ მღერია ნახო გაზრდა შემოქმედებითი ხალხი და ეხლა შევალ ლუდი რო იხარშება გავსინჯავთ. ნამდვილი ლუდი უნდა გაგასინჯოთ და ძალიან გაინტერესებს ყველას. და არ გაგასინჯავს არავის. მოვიდა. ჩავხედოთ. ეს ნამდვილი ლუდი. ესეთ ორგანულ კულტურაში როცა ვერთვი ძალიან გულში რაღაც ესეთი ემოცია აქვს რომ ასეთი ადგილების გარეთ ვერ ნახავ ესეთ რაღაც ეხლა უყუროთ ინგაჩო ნიკა მოგვესალმეთ მაგრამ ძველი თაობის ფოტოგრაფი ველური მე ჯერ ახალი დაწყებული მქონდა ლაშქრობა ეს რადიო და ამის კადრები თუ იყო სავსე დაცული ტერიტორიების სტენდები ძველი მოლაშქრე და ფოტოგრაფი მიქაელ ხალხარავი ხო დღეობები რო იყო ეს იყო ათენგენობა მიქა ორი სიტყვა გითხარი აბა ეს რა ხდება აი მანქანაში რო არის მე ისე მიდი კაცო მიდი აი ორი სიტყვა ეგ არის ორგანული ეგ არის მიდი გითხარი რა ხდებოდა აი ათენგენობა ის გაასწორე კამერა რაღაცა მუხლებზე მიიღე აჰა მიდი შენ კამერას რო შევხედე და დღეს ყველაზე დიდი დღესასწაულები მოკლედ რაც არის საქართველოში მთაში არის ათენგენობა ანუ ამაზე დიდი დღეს არ აქვს ხო ასე ვთქვათ ეს არ არის მარტო ხევსურეთში არის შავშიც არის თუშეთშიც არის და ერთი ძალიან გავრცელებული ამბავი რაც არის რომ ვინმე ბერძენი ბერი ათენგენი ამოვიდა და ის ამთხოვილია მოკლედ არის სალოცავები აქ რომელიც სალოცავებში მხოლოდ დღეობაზე შედიან ეს მინდა რომ მართლა თქვა რომ ყველა გამოვლები ან ვინც დაინახავს ადრე ნიშნს იმას ესე მისვა და მირბენა და სურათი ესე თქვა ზედაზრომა და რაღაცეები არ შეიძლება ხო იმიტომ რომ არის მაგალითად თუ მისი ხმები არიან შესაწერი არ დაიკლა ისედაც არ შეგვიძლია შეუწირავად არ შეგვიძლია რეკომენდირებული მოკლედ და წესია მთას აქ წესები და დღეს უკვე საჭიროებს რომ დაიდგეს რა საინფორმაციო დაფები და რატო ადრე ეს ყველაფერი იცოდა ხალხმა ბავშვობიდან იმიტომ რომ ასე იზრდებოდნენ ეხლა რახან ეს ტურიზმი ცოტა მრავალფეროვანი გახდა ყველამ არ იცის ну ძალიან ცუდი როცა ქართულ შეუგნები რო არ შეიძლება და რატო არ შეიძლება და მე ამ რაღაც კონფლიქტამდეც მიდის ან მაცხენი რჩება და ინტერესია ისე უნდა გადაესისტემოს სწორი თქვა რა ყველა კუთხეს აქ თავისი ისენი რეპორტი კარგად და ჩამოვიდნენ სადმე და ცოტა დალაგებულად გეტყვი კი ბატონო არა მათვარდა ანატოლის აკუბანებიც ვახტ გუშინ რო ვიძახდი გუშინ რო ამბობდი
დაავადდა მთელი სოფელი და რომ ჩაიკეტა ეს დაავადება რომ არ გავრცელებულიყო. რამდენად მაღალი შეგნება ჰქონდა მაშინდელ ადამიანს რომ ჩაიკეტა ამდენი ადამიანი და აღარ გავრცელდა შემდეგ სხვა სოფლებში ეს დაავადება. და აი იქნებოდა წერა რომ მეთოქეების დადგმეს ადარაჯუზორი არავინ გაპარულიყო და ამით ამაყობდნენ მე რომ ერთი ტყუილს არ გავარდნილაო არც დასჭირვებიათ რომ ვინმეს რომ ამით ამაყობდნენ არ უცდია გარდაცვალა სოფლიდან და ეს ნიშნავს მაღალ შეგნებაზე მაშინდელი ადამიანი იყო ძალიან მაღალი შეგნებად რა აქ ელოდებოდნენ სიკვდილს ხოდა შენ რო ესეთი კულტურა გაგაჩნია, ესეთი ისტორია გაგაჩნია. რამდენად მაგარი ხალხის თავმავალი ხარ და რამდენად მაგარი ისტორია გაქვს, რამდენად მაგარი კულტურა გაქვს, რომ ამ ყველაფრით იამაყო და ბევრს უკვე წარმოდგენაც კი აღარ აქვს რა ხდება აქ და იყო თუ არა ესეთი პერიოდი ქართლის ისტორიაში. წარმოდგენაც კი არ აქვს ბევრს. ძალიან მნიშვნელოვანია რომ ეს ყველაფერი ყველანი იცოდეს. სულტურად ყველა. აი ეს არის აკლდამები, ესეც. ამით აქ შევხედოთ. უბრალოდ წარმოუდგენელია ის, რასაც ეხლა გიყვებით. შეხედეთ. აი სულის ადამიანები არიან. შენი ფეხი ჩედი ხარ აქ და იცი რომ ვეღარ გამოხვალ იქიდან და იცი რომ მორჩა ყველაფერი დასრულდა. და როგორია ჯერ ეს გააცნობიერო როგორია ეს დასრულდა და თან აქ ელოდები სიკვდილს თან ესე სიკვდილს კი არა უსებრო მოკვდება ხანგრძლივი სიკვდილს და ანჯუა დახარ მაგრამ იცი რომ ესე უნდა გააკეთო და მორჩა დიდებული კულტურის წარმომადგენლები ვართ ოღონდ ეს დიდებული კულტურა ადრე გქონდა ყოჩა ხევსურებს მაგარი ხალხია აი შეუდარებელი ხალხია. საოცარია ყველაფერი. ნამდვილი ქართველები არიან, ნამდვილი ქართველები. მოგრუნდებით კიდევ აქ. ისაუსება დასალები. გამორეცხე. ულობდე გავახსო. გამორეცხე კარგად. გამორეცხე. ო, ბალო შენი ძირი. და რეკლამა არ გავუკეთე. შენ მოგრუნდით. შაური ხინკალი ვჭამოცა ის ბოლოსა და ისეთ დაღრილები ვართ რომ მეგარი აქ დაბეძინე ჩამოვედი მე თითქმის უკვე აგოდეხში და როცა უკვე სახთან ხარ ახლოს მე რეგეტყობა გადაღლაც და ყველაფერი საერთოდ და საბოლოო ჯამში გამოვიდა იმდენად კარგი გასვლა და იმდენად კარგი გასერინება თავგადასავალი რომ აი ეს ყველაფერი დაგვრჩება ძალიან დიდი ხანი რაც ვნახეთ უნება კოლეგებს რაც შეეხება მინდა მადლობა უთხრა მათ რომ გვანახეს მაქსიმალურად ყველაფერი მინიმალურ დროში ეგეც რომ არა ჩვენთვის არის ძალიან კარგია ის რომ სხვადასხვა დაცულ ტერიტორიებზე ყოფილი რეინჯერები ერთმანეთს როცა ვნახულობთ უზიარებთ ხოლმე ჩვენ მისავე სპეციფიკას. ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე სხვა სპეციფიკაა, შავხევსურეთის ეროვნულ პარკში სხვა სპეციფიკაა, ყაზბეგში სხვა, ვაშლოვანში სხვა და ასე შემდეგ. როცა ჩვენ ერთად მოხვდებით ხოლმე ერთმანეთის გარემოებზე ვიწყებთ ხოლმე საუბარს. ერთმანეთის დაცულ ტერიტორიებზე არსებულ ბიომრავალფეროვნებაზე, საქმის წარმოებაზე, ისტორიებს ყვებით ხოლმე თუ რა გადაგვხდენია თავს და მოკლედ ეს კომუნიკაცია არის შეუცვლელი. იმდენად კარგია რომ ამას ვერაფერი ჩაგვინაცვლებს. ამიტომ მადლობა მინდა უთხრა რეინჯერებს, რომლებმაც მიმასპინძლეს და თან გადაყვნენ სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. თავდროულად უკვე დავიწყებთ სხვა ტერიტორიებზე სტუმრობის დაგეგმვას და ჯერ არ ვიცით სად წავალთ, მაგრამ განვიხილავთ, დავილაპარაკებთ და შევთანხმდებით სამივე
და იმეც ვიტოვებთ, რომ უკეთესი და უკეთესი გასვლები იქნება, რომ ჩვენ გვინდა მოგიყვეთ საქართველოში არსებული დაცული ტერიტორიების შესახებ. ამყოფი არ ვარ ფაქტობრივად არსად და ეხლა დავიწყე სტუმრობა ყველგან. მე ვფიქრდებით, რომ ყველა გასვლა იქნება ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ გარემო ასეთი. გარემო ისეთი, რომ იმდენ ამბავს მიყვება, რომ შეუძლებელია ეს უბრალოდ დავტოვოთ ყურადღების მიღმა.